არ ვიცი პირველად რესპის წარმოდგენა არ მქონდა თუ ეს სურდა ქალბატონ თამარს მე პირადად თუ ჩემი მიმართულებითაც სურს არა პარტიაზე არის საუბარი ხო არა დარგები ახსენეთ თქვენ თუ სურს იმ მიმართულებითაც დებატი იქნება ქალბატონი თამარი თუ სხვა იმ მიმართულებითაც რომელთაც მე მაგალითად მუშაობ უფრო მეც მე ყოველთვის ეგ რომელი მიმართულება საგარეო ეროვნული უსაფრთხოება საგარეო პოლიტიკური საკითხები ევროკავშირი არც ბევრი საკითხი შეიძლება იყოს რომელიც შემთთვის უფრო ახლოს არის ორგანულად და გავკადნიერდები და უფრო მეტ თქვათ ჩართულობაში შევალ მათ შორის დებატში ასე დიდი სიამოვნებით თუ ვინმეს სურს კი ბატონო შევეცდები ამის დავაბერდე მე იმასაც ვწუხარ აი რუსთაველი და იმედი რომ აწყობენ რაღაცა დებატების რაღაცა მაგვარ ზოგჯერ უფრო დებატ ზოგჯერ ნაკლებად და როგორ ხედავთ არ ვიძახიან ხო რატო თქვენ საერთოდ არ დებატებიან მე მეგონა არ თქვით არა მე ვიყავი პირველი ვინც გამოეხმაურა ლელოს სახელით და თქვა ძალიან კაფეო და ყოველთვის მზად ვართ ვედებატოთ უბრალოდ მათი მოლოდინი არის არ იყო რომ ჩვენ ამას ვიტყოდით და მე სხვა ხრიკებით სადაც ფონს გასვოდა აი ამეთის რახან თემა შემოვიდა ამეთის საშუალებითაც მინდა ვთქვა რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ვედებატებოდი კობახიძეს ბოჭორიშვილს მახაშვილს და ვინც არიან მაგალითად საგარეო პოლიტიკაზე თუნდაც სამივეს ერთად ნებისმიერ ეთერში ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერ ქრონომეტრაჟში უძლური ვარ იმიტომ რომ ჩვენთანაც უარს ამბობენ დებატებში და ისეც მოსვლაზე ამიტომ მოდი დავუბრუნდეთ თავარ თემას ეს არის ორბანის დამარცხება და როგორ მოახერხა მადიარმა ამის გაკეთება და მთავარი კითხვა არის რა უნდა ისწავლოს ქართულ ოპოზიციამ მადიარის წარმატებისგან მადლობა მოწვევისთვის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველი, უნდა ისწავლოს ის, რომ რეალურად ბრძოლას არ გააჩნია ალტერნატივა. აი ეს რასაც ძალიან ხშირად ამბობს ქართული დემოკრატიული ძალების ნაწილი, რომ იცით რაღაცა მათ შორის ქალბატონ შერგოლეიშვილიც, რომელიც ჩემს იმძანდებოდა შეიძლება ეს თქვა მე ვერ უსმინე მას. აი ეს ფილოსოფია რომ იცი რა რეალურად საერთაშორისო წნეხი და პროცესი თავად მოიტანს რაღაცას, ხო? რასაც მე მას ერთხელ უპასუხე, რომ ივანიშვილი არ გახსნის. არა, ის ამბობს რომ პირიქით რეგიონებში სიარული ამომრჩეველთან ლაპარაკი და მათთვის საინტერესო თემებზე ლაპარაკი არის შედეგის მომტანი. ამას საუბრობდა. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არჩევში არ გახვედით, არ მიიღე მონაწილეობა, არჩევთან დაკავშირებით მისი პოზიცია არის ასეთი, რომ არჩევნებს ასეთ ვითარებაში, როცა ყალდება არჩევნები, გასვლას აზრი აქვს, მაშინ როცა შენ არჩევნებამდე უკვე დამარცხებული ყავს ოცნება, ისეთი ძლიერი ხარ. ისეთი ძლიერი ხარ, რომ არჩევნებამდე უკვე ფაქტობრივად როგორც ეს მოხდა მაგალითად 90 წელს, როცა კომუნისტები დამარცხდნენ. კონკრეტში ბოლო წუთამდე არავინ არ იცოდა საით გადაიხრებოდა და მეტიც თუმცა ახლა ყველა გამოკითხვა აჩვენებდა საით გადაიხრებოდა ხო გამოკითხვები ანუ დიდი უპირატესობა ანუ აქ საუბარი აზია იცი რომ ანუ იმ ხელა უპირატესობა უნდა კონდეს რომ გაყალბებაც ვეღარ უშველოს ხელისუფლებას ამაზეა საუბარი მიხარია რომ ოპოზიციის ნაწილი ამაზრზე მაინც გადავიდა ეს კარგია დადებითი ძრა არის იმიტომ რომ სულ რაღაც 2-3 თვის წინ იგივე ადამიანები ამბობდნენ რომ არჩევში არ უნდა გახვიდე იგივე ადამიანები არჩევს რომელშიც მოგება შეიძლება და უწოდებდნენ რუსულ სპეცოპერაციას ანუ ნახეთ ძალიან მარტივად გეტყვით პეტერ მადიარს ამ ლოგიკით რომ ევლო რითაც ბოიკოტის თემა იარეს 2025 წელს დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ისევ ვიქტორ ორბანი აი ეს არის მარტივი წარე მაგრამ მარტივი სიმართლე ხო პეტერ მადიარი შევიდა ბრძოლაში რომელიც იყო სრულიად უთანასწორო აი რატო ფაქტები შევხედოთ ხო ჩემი ინტერპრეტაცია კი არ მინდა იყოს ფაქტები შევხედოთ მედიის 80% იყო ორბანის ხო 10 მილიარდი იყო რეალურად ჩაჯიბებული ორბანის მიერ პოლიტიკური სისტემა მთლიანად იყო მოწყობილი ერთ პარტიაზე ფიდეშზე ხო მთლიანად იყო გადაფორმებული 16 წლის განმავლობაში 2010 წლის კონსტიტუციით იყო მთლიანად მორგებული ფიდეშზე ანუ მართლ პარტიაზე ორბანის პარტიაზე სასამართლო იყო მთლიანად ვიქტორ ორბანის მიერ კონტროლებული ბიზნესები და კიდევ რომელი ერთი ჩამოთვალო ხო ანუ უნგრეთი იყო მთლიან პრივატიზებული და ეკუთვნოდა ერთ პარტიას ფიდეშს და მის მამამთავარს მის პატრიარქს ვიქტორ ორბანს აი ასეთი ტიპის რეჟიმის წინააღმდეგ რომელშიც კიდევ ერთი აი ამაზე თვალსაჩინო რა არის კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან იმისთვის რომ ფიდეშს ანუ მართლ პარტიას მოეგო მას ჭირდებოდა 42-45% ხმის იმისთვის რომ ოპოზიციას მოეგო მას ჭირდებოდა 55% ხმის აი სისტემაში წესს ვამბობ სისტემის ხო ესეთი ხო ეს მაჟორიტარია ჩვენთან კიდე აღარ არის აღარ არის მანდაცანსხვაობა მადლობა შეხსებისთვის ანუ ჩვენთან არის სრულად პროპორციული წესი ხო და უნგრეთში არის შერეული და ძალიან ცუდად მადიარმა გადატეხა მთელი სისტემა მაგის გარდაც ხმების რაოდენობა რომელიც გჭირდება
42% გჭირდება თუ ხარ თუ იყავ ფიდეში, ანუ მართველი ძალა, 42% გჭირდებოდა რომ მიგეხო იმდენი სკამი პარლამენტში შეგექმნა ძალიან დიდი კომფორტული უმრავლესობით ეროვნული ხელისუფლება და 55% გჭირდებოდა თუ იყავი ოპოზიცია, ანუ აქაც კი ასიმეტრია იყო. გავიგეთ ეს ყველაფერი დაძლია ამ ერთმა კაცმა გადატეხა წელში სისტემა და 20 ხო, მაგრამ აქ თემა ისაა რომ თქვენ რამდენად ახერხებთ ამას, ან რატო ვერ ახერხებთ სისტემის გადატეხვას? 2024-ში ხო შეხვედით ყველანი 2024-ში ყველანი შეხვედით არჩევნებში, არა? არჩევნებს სიასარ ბოიკოტი ხო არავინ არ გამოუცხადა, მაგრამ ვერ მოახერხეთ ამ სისტემის გადატეხვა წელში. კონგრესში შევიდა ყველა, მაგრამ 4 წელი ვერ გააკეთეს. მან გადმოვალ, მან ბევრი რაღაცა მარტო ის არა შეხვედით თუ არა, ხო? მან ისიც არის, მათ შორის როგორი მომენტი აქვს ქვეყანაში, ხო? კონკრეტულ არჩევნებში ხო რაღაც მომენტში შედიხარ, ხო? რაღაც მომენტის პასუხად შედიხარ, ხო? მაგალითად ის მომენტი, რომელიც იყო ახლა შექმნილი შემოდგომაზე, ხო? არ უნდა გაგვაშვა ხელიდან. ეს იყო სისულელე. მაპატიეთ, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებზე, ხო? ადგილობრივ არჩევნებში არ იცვლება ხელისუფლება. მოდი ხა შევისაუბროთ ხელისუფლების შეცვლაზე. ხელისუფლება არ იცვლება, მაგრამ ძალიან დიდი ბზარი გაუშვებოდა პოლიტიკურ რეჟიმს. თუ ის წარგებდა 5 ქალაქს. თან ქალაქებს, რომელიც მისივე დათვლით ერთი წლით ადრე მოვიგეთ, მაგრამ ამას ჩვენ ხوار ვიგონებდით. ქოცური არჩევნებითაც კი მოვიგეთ. ეს ქალაქები მოვიგეთ და მე ერთი წლის თავზე, იმიტომ რომ ვიღაცება თქვენს ეს რუსული არჩევნებია, ამაში არ შევა. და იგივე შეძლო მადიარზე თქვა. რა ვიცი, ორბანზე რუსი, ვინ არის? ვერ გამიგე. პირდაპირ ამბობდა კაცი, რომ პუტინის ის ვარო, ხო, თაგვია, ხო? პუტინის მაგაცი იყო. ხო, და ეს არ ამბობდა, ანუ კომპრომატები გამოუქვეყნეს ფაქტობრივად, ხო, გამოდის. ანუ ამ არჩევნებში ითამაშა როლი არჩევნების წინ კომპრომატ ბევრ რამე ითამაშა და მათ შორის კომპრომატების გამოქვეყნება, როცა ეს ჩანაწერები დაუდეს. მეკითხავთ, დაღლა, კიდევ აი მარტივი მაგალითი, 2025 წლის შემოდგომაზე უფრო მეტი დაღლა არის, ხო და უფრო მეტი ანტიპათია ვიდრე 2024 წელს, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ 2024 კარგი, ეს ჩავლილია ხა. ეხა მომავალში რა უნდა გააკეთოთ ამაზე ლაპარაკი. და გუშინაც რომ იგივე უაზრობას რომ კითხულობ, ძალიან პირდაპირ და ხისტი ვარ შეიძლება, მაგრამ მინდა ვიყო, იმიტომ რომ აღარ გვაქვს შეცდომის უფლება. ბიცინა ივანიშვილი ძლიერდება ამ შეცდომებით და ეხლა რამდენი ხანი უნდა ვიждდე ჩუმატა ვუყურო რომ იმას ესე არ ვთქვათ, იმაზე ასე არ ვთქვათ, რაღაც გაუფრთხილდეთ და თვითონ მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ძვირფასი კოლეგები ზოგიერთი გამოდის და იგივე რაღაცებს თავაზობს ჭეშმარიტება თავის შეცდომებს, თავაზობს ჭეშმარიტება იმპერატიული ტონით. და მე თუ სწორი მგონია ჩემი თავი და ვარ და აჩვენა პრაქტიკამ რომ ვარ სწორი მე თუ ღალატის აქტში შევდიოდი და კოლაბორაციაში და თვითონ თავის მცდარ ლოგიკას რომელთაც ივანიშვილმა იხეირა მაპატიეთ და რაღაცა უხეშად არ ვიცი ახლა უხეშად გავიგეთ ამ თემაზე ხო ვერ შეთანხმდებით ახლა რა აქ საუბარია მომავალში რა უნდა გააკეთოთ და მომავალი აქ არ არის 2028 წლის არჩევნები მალე მოვა ნუ გასაგებია ხო ადამიანთა არჩევნები თუ დაინიშნა ხო ეს თემა არის მაგრამ ამ არჩევნებში რომ იგივე არ მოხდეს რაც 2025 საერთოდ არ არის ხა მაგალითი საპარლამენტო არჩევნებზე ლაპარაკობთ რაც 2028-ში მოხდა მონაწილეების მაგალითია მას ყველა არჩევნზე შეგიძლია რუსული არჩევნებია და უსამართლო რომელიმე არჩევნები სამართლიანი იყო მაგრამ კიდევ მეორე საპარლამენტო არჩევნებში საპარლამენტო არჩევნებში იცვლება ხელისუფლება ამაზე არ ლაპარაკი ამიტომ ვადარებ 2024-ში რაც მოხდა იგივე რო არ მოხდეს 2028-ში ან თუ მანამდე დაინიშნა ამისთვის რა უნდა გააკეთოთ რომ პიტერ მადიარის წარმატება გაიმეოროთ გააქვთ ამის შანსი რა უნდა მოხდეს იმიტომ რომ იქ ნახე რა მოხდა ოპოზიციის გაერთიანება რადგან ჩავარდა ეს პროექტი 2020-ში წინა არჩევნებზე უნგრეთში თუ როდის იყო ხა ზუსტად აღარ მახსოვს თარიღი 22-ში გამოდის ხო შესაბამისად ეხლა სხვა რა მოხდა ერთი ლიდერი გამოჩნდა რომელიც იმ ხელისუფლებას წარმოადგენდა თავის დროზე გამოეყომა და კოალიცია ჩავარდა მაშინ კოალიცია ჩავარდა კი ბატონო ეხლა ერთმა ლიდერმა იმუშავა ახლა ჩვენ ესეთი რამე გვჭირდება რომ ერთი ლიდერი გამოჩნდეს ახალი და იმან იმუშაოს უნდა თუ რამე სხვა გეგმა გაქვს ერთი გამოჩნდება თუ ერთი იქნება თუ ხუთი იქნება ეგ არ არის არსებით ეგ ყველგან განსხვავდება ხო ზოგან ერთი იზამს ზოგან არ ვიცი ორი იზამს ზოგან 20 იზამს თავარი ლოგიკა ხო ჯერ თქვენი პარტია შევეხები 24-ში რა დაგვაკეთა ხო ძალიან მარტივად და იგივე უნგრული მაგალითი ჭრილშიც მაგრამ ისედაც პირველი ხმის დაცვა რაც ყველამ ვიცით და მრავალგზის თქმულა და მეორე საკმარისად დიდი უპირატესობით გამარჯვება რასაც მე ვამბობდი ასევე გუშინწი და იმის წინაც ხო რომ მადიარმა რეალურად შეძლო რა საკმარისად დიდი უპირატესობის გაიმარჯვა ხო ნახეთ ერთი ძალიან საინტერესო რაღაც მინდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს როდესაც ხმების გამოსვლა დაიწყო აი პირველად რომ გამოვიდა ბუმულიო გამწელდა და 3% დათვლილი ხო და მე იტვირთებოდა ზედ ხო ზუსტად მაგ მომენტში 5 წუთის განსხვავებით მართლმა პარტიამ ორბანის პარტიამ გააკეთა განცხადება, რომელშიც თქვა, რომ
ოპოზიცია აყალბებდა არჩევნებს. რატომ? ეს შემთხვევით კი არ გავკეთებიათ. იცოდნენ რომ ან წააგებდნენ, ან ძალიან ახლოს იქნებოდნენ, ხო? შევა 2-3% ყოფილიყო განსხვავება, ხო? ძირითადად იგი მართლ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიას შორის. ამიტომ დაისგრეს თავი და თუ კი იქნებოდა მცირე განსხვავება, მთელი სასამართლო მათი იყო, მთელი სისტემა მათი იყო, უჩივლებდნენ ამდენიმე უბანზე, რაღაც საქმეებს შეკერავდნენ და ფიქრობდნენ რომ აი წკაპზე, რასაც გვია გაძურებოდნენ, ხო, ცოტათი. მაგრამ რა მოხდა? იმედენად გავარდა ტისას ხმა, ან ოპოზიციის ხმა. იმედენად გაასწრო. 40% მე მახსოვს 27% იყო დათვლილი. უკვე იყო 2.5 ჯერ მეტი ხმა ოპოზიციის მხარეს, ხო? 59 130-ზე იყო საპარლამენტო სკამების ზიგი ურთიერთმიმართება, ხო, მანდატების ურთიერთმიმართება. რაოდენობა და უკვე ამ დროს 40%-ს რომ მიარტყა უკვე და რომ იზრდებოდა მხოლოდ ვიქტორ ორბანმა აიღო ტელეფონი და ურეკა და მიულოცა. რატომ? იმიტომ რომ საკმარისად დამაჯერებელი უპირატესობა გამოჩნდა. ხო და აქ რა უნდა ხდეს ოპოზიციამ რომ ასე დამაჯერებელი უპირატესობა ქონდეს ამას გეკითხები. პირველ რიგში შეწყვიტოს იმის სახელი, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება. იმიტომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის. ამას არ ამბობენ კაცო, პერიკედი გვარამიამაც თქვა რომ არჩევნებს უნდა მოვემზადოთ და თამარჩერგოლეშვილიც ამბობს არჩევნებს უნდა. ანუ და ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ არჩევნებამდე უკვე მოგებული გქონდეს. ამარის გამკითხულ ეს მადიარის შემდეგ ამბობენ ამას? არა, გვარამია რამდენი ხნის წინ დაიწყო მას ლაპარაკი და მე მის მიერ კრიტიკას წამოვიდა ამის გამო, ხო? მახსოვს კი ბატონო, კი დახმარებით წინ. ამას ანუ არჩევნებში მონაწილეობას არ უარყო, უბრალოდ ამბობენ რომ გააჩნია ოპოზიცია რა ფორმაში მივა არჩევნებამდე. ეს არის გადამწყვეტი. ერთი ეგ, მაგრამ არა, გადამწყვეტი არ არის, გადამწყვეტი არის ხალხთა მუშაობა პოლიტიკაში ყოველთვის. აბსოლუტურად, მაგრამ თუ აი ეს მავნე ლოგიკა, რაც შენ ნახეთ, დიდი ბოდიში ნახეთ და ის რომ დღეს ვზივართ ხალხში, რომელსაც მართავს 20%-იანი კოცი, აი ეს კორუმპირებული თაღლითი კაცი, აგერ ქუჩის გადაყვაროსის ეგერ საერთაშორისო მოედანზე, ხო? ეგ არის მათ შორის საქართველოს დემოკრატიული ძალების ნაწილის ბრალი. და მე ამაზე ვერ შევწყვეტ მარტივად საუბარს, იმიტომ რომ კიდევ რა უნდა თუ რაღაცა გასწავლონ და მიგითითონ, ეს ბოდიში, მაგრამ არ მოსულა. სლენგს გამოვიყენებ, არ მოსულა, იმიტომ რომ როცა მეუბნები, რომ იქ პოლიტიკური ლეგიტიმაცია დაიდება რეჟიმის და 2 დღეში გადათქვეს. რატო არავინ არ ეკითხება? ხალხს ვაშინებდნენ, რომ ლეგიტიმაცია მოხდება რეჟიმის თუ მიყოლ არჩევნებზე 2 დღეში იგივე სტუდიებში დაჯდნენ. არა, რეჟიმი ლეგიტიმური არ გამختاراო. გამარჯობა. მე იქამდეც ვამბობდი აგვისტოში რომ ამით როგორ შევალ რეჟიმი გეკითხები მომავალში რა უნდა ვქნათ მეთქი გრიგო გეკითხები მომავალში რა უნდა ვქნათ მომავალში თქვა უნდა ვისწავლოთ ხო კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო აი უნგრეთის წყალი გადაგვესხასო და მე გუშიას უნგრეთის ტვინი გადაგვესხას ახლა იგივე ხალხი რომ მეუბნება უნგრეთის წყალი გადაგვესხასო რომელიც მიმფხიცებდა რომ არჩევნებში თუ შეხვალ რუსულია გაყალბებულ სისტემაში რა აზრი აქვს და ეხლა მადიარი მოსწონს მოდი ჩამოვყალიბდეთ რა ან ერთი გზა უნდა მოგეწონოს ან მეორე მე მადიარის გზა იმიტომ მომწონს რომ მაგზის წამს ჩემს პოლიტიკურ გუნდს და მეც თვითონ ხო მაგზის რომ კი რთულია კი ძნელია არ ვიცი რომელიმე არჩევნები გაუყალბებელი ისაც გახსოვს მე რა აი ჩემზე მეტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გამოცდილება გაქვს და ჟურნალისტური მით უმეტეს ხო და მრავალი წელი გაუყალბებელი არჩევნები ამ ქვეყანაში გახსოვს ხო არა და მაგაზია ლაპარაკი რომ მაგაზია ლაპარაკი რომ არჩევნებში შენ იგებ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად გაქვს არა რაღაცა 5 და 10%, ანუ ლამის 20%-იანი უპირატესობა. ასია სამწუხაროდ მოწყობილი, ხო? საკმარისად დიდი უნდა იყოს. ხო, საკმარისად დიდი უპირატესობა, როცა ამაზე ესაა, მაგაზე იყო დავა იმ 2025-ის არჩევნებზე, სამხელო უპირატესობა გექნებოდა თუ არ გექნებოდა. მაგაზე ბევრ რამეზე იყო. მანდ იყო, ახლა უბრალოდ აღარ მინდა 2025-ზე ლაპარაკი წარსულია. მაშინ იყო დავა იმაზე, რომ ერთი თუ პარლამენტში არ შეხვედით და ამბობდით, რომ არალეგიტიმურია ყველაფერი და არჩევნებს არა აქვს აზრი ერთი წლის წინ მერე რატო ეუბნებოდით ისევ არჩევნებში წავიდეთ ეს რამდენად თანმიმდევრული იყო ანუ ბევრი კითხვა იყო ბევრი კონკრეტული პრობლემა ქონდა მაგ არჩევნებს უბრალოდ არ მოყვები მაგაში იმიტომ რომ ეხა იმ წარსულზე აღარ ვიდა ლაპარაკი დროს წაიღებს და მინდა მომავალზე ვილაპარაკო არა ეხა მათიანმა მოიტანა თუ რაღაც დროს 25 არჩევნები მაგრამ იმას ქონდა ლოგიკა მაგრამ ნახე რატომ არ შემოდიოდნენ 25-ის არჩევნებში ჩემთვის შენ ამბობ რომ არ ქონდა ლოგიკა გავიგე არა 30-70-ზე იყო განსხვავება ხმებში და რანაირად გავიგე კაცმა იგივე ხმები რომ მიიღო ერთ წელს ადრე სულ სხვა პროცენტია ეს არითმეტიკული ფაქტია. კიდევ ამ თემაზე შემიძლია დიდხანს გეკამათო მე განსხვავებული აზრი მქონდა თქვენგან, მაგრამ ეხა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ეს აღარ არის წარსული იმიტომ. გავიგე, მაგრამ ეხა ხო აღარ არის განსხვავება მაგ თემაში. ყველა ამბობს რომ მომავალ არჩევნებში უნდა შევიდეთ, ოღონდ უნდა შევიდეთ ისე რომ პიკში იყო ფორმიზა. თუ პიკში არ იქნები ფორმის, თუ რა აზრი აქვს, ხო, რა აზრი აქვს ამ არჩევნებში შესვლა. ხო, თუ პიკში არ იქნები ფორმის და არ გექნება დიდი უპირატესობა,
მაშინაც შეიძლება აზრი აღარ კონდეს არჩევნებს, ხო? ამიტომ როგორ შევდიხართ ამ არჩევნებში? ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში ეს იყო ჩემპიონატზე მადიარამდეც და ყველაფრის გარეშეც ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში ბრძოლა. თუ ხარ პოლიტიკაში უნდა იბრძოლო. მან შეიძლება იყოს განსხვავება. არ ირჩევ, აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია. შეგვიძლია ძალიან მარტო შევიდგო, აი მე პოლიტიკურ პროცესში ვარ, იმიტომ იქ ეთერში მივდივარ, იქ აქციაზე მივდივარ. რამეც კი არ ვაკნინებ, ვითარც აქციას, ან ეთერს, ან სხვა, მაგრამ პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე თუ იტყვი პოლიტიკაში უარს შენ იტარებ ხარაკის. არა, პოლიტიკური ინსტრუმენტია ქუჩას. მე ამას არასდროს ყველაფერი აქციას პოლიტიკური ინსტრუმენტია, ქუჩას პოლიტიკური, ყველაფერი პოლიტიკური ინსტრუმენტია. მაგრამ პოლიტიკას აქვს თავისი ასევე პროცესები, ინსტრუმენტები. თქვა ხარ გამოგონილა პარტია, თქვა გამოგონილა პარლამენტი, ეს კაცობრიობა მივიდა აქ ამ ფორმებამდე, როგორც პოლიტიკის გამოხატულებებამდე, ხო? ამ ფორმებში ვსვამ პოლიტიკურ პროცესს, თორე ბევრი ხელოვნებად პოლიტიკაა მასე, ხო? შეგიძლია ძალიან მაგარი ხელოვნების იმუშით პოლიტიკური შინაარსი დააფიქსე და ბევრად უფრო მეტი საქმეც გააკეთო 100,000 კაცს მიწვდე შენი პოლიტიკის ეს იგი ხელოვნების ნიმუშით. მაგრამ პარლამენტიც შევქმნით კაცობრიობამ, თუ ვიღაცები გვჭირდება, ვინც კანონს დაწერენ, ფისკალურ პოლიტიკას განსაზღვრავენ. გრიგოლ, თუ ასე ფიქრობდი, ის არჩევნები იყო ეროვნული მთავრობის არჩევნები პარლამენტში. აი ეს არჩევნები არ თანმიმდევრულობაა მაგაზია, თორე. არ მინდა ამ თემაზე დებატები. არა, დებატი არ მინდა, ეხლა ვადგენ რა უნდა ვქნათ მომავალში, ვამბობ, აი ამ კატასტროფულ სისულელეს თუ ვინმე კიდევ ჩაიდენს, ეხლავე ვამბობ, ამიტომ ძალიან მკაფიოდ და ძალიან ვნანობ, რომ წარსულში შევა არ ვიყავით ყოველთვის ისე მკაფიო, ეხლა ვართ. ეს არის კატასტროფული სისულელე, რაც დაგვემართა 25 წლის შემოდგომაზე და აღარ ჩავიდინოთ. მე ხო, მაგრამ ჩემთვის კი არ ვითხოვ ამას. ბრძოლა სჭირდება ეს. ივანიშვილის პოლიტიკურ გადაშენება სჭირდება, ის როგორც აგერ ორბანი გადაშენდა. ივანიშვილზე უფრო ჭკვიანი, უფრო გავლენიანი, უფრო ძლიერი. პარტია იმაზე გამოგლეჯვადი ყოფილა. იმაზე ხო არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეხა თამარ ჩერგოლეიშვილი და ნიკა გვარამია რას გადაწყვეტს? არა, ამაზე არც იქნება. ისინი რას ჩაიდგნენ, მე მინდა რომ თქვენი პრობლემა. თქვენ თუ მიგაჩნია არის ივანიშვილის დამარცხების შანსები, თორე საერთოდ არ მაინტერესებს ქალბატონი ჩერგოლეიშვილი ბატონი გვარამია რას გააკეთებენ, მათი საქმეა. მადიარმა რა გააკეთა? მაგრამ ივანიშვილი თუ დარჩება, ჩემი საქმეა. ვიღაცებს კი არ ეხოცებოდა მადიარო, ჩემთან ერთად არჩევნებში შემოდითო და ასე შემდეგ. რასაც თქვენ აკეთებთ. არაბეთო თქვა რომ მე ვარ საკმარისად ძლიერი წავალ და მოვიგე. მე არ საფასო ვეხვეწები, მე ვამბობ თუ შეგიძლია. რა თქმა უნდა, ყოველთვის გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმის მაქსიმუმს, მაგრამ მე არ საფასო ვეხვეწები, მე ვამბობ და არის სწორი. და მე ახლა ვესაუბრები საზოგადოებას, ხო? მაგრამ ჩვენ კერძო საუბარი ხო არ არის? ხალხს მეუბნები, მე რა მგონია სწორი. და ასე მეუბნები, ვის რა გონია სწორი. და მე ვურჩევ, რომ ეს გზა, რომელიც მე სწორი მგონია, დადასტურდა უნგრეთში, როგორც სწორი, ხო? ანუ რასაც ლელო ამბობდა მთელი ამ წლის განმავლობაში, ნახეთ და თან სად ვნახეთ? სადღაც კი არ ვნახეთ. ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი მაგალითი ავტოკრატიული რეჟიმისა უნგრეთის რეჟიმი ჩამოემხო. ამ კაცის მაგალითზე დაიწერა ლიტერატურა არალიბერალურ დემოკრატიასთან დაკავშირებით, მაგალითად საარჩევნო ავტოკრატიასთან დაკავშირებით. აი ეს მამამთავარი ჩამოიქცა. ზავა რომ იგი გააკეთოს ეს მომავალ არჩევნებში. თუ ხარ დამოკიდებული სხვა პარტიების პოზიციაზე. ჩვენ არავის პოზიციაზე არ ვართ დამოკიდებული, ვართ დამოკიდებული გუნდის ერთმანეთის პოზიციაზე და ჩვენი ამომრჩევის პოზიციაზე, ჩვენი საზოგადოების პოზიციაზე. ვისა ძალა აქვს და რა ვითარებაში იქნება და როგორ იქნება, ეს ხალხმა უნდა გამოარკვიოს და ხალხი გამოარკვევს. ხო და რას აპირებთ იმისთვის, რომ ეგეთი ძალა გქონდეთ? აი ეს ამაზე მინდოდა მელაპარაკა რა. თქვენ ისევ რაღაც წარსულზე მალაპარაკეთ. იმას, რასაც ვაკეთებდით კიდევ უფრო მეტად. იმისთვის, რომ ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც იყო მადიარ და მოახერხოს დამარცხება და არ იყოს მაგალითად თამარ ჩერგოლეიშვილი ასიზამს იმაზე დამოკიდებული. ხო, ჩვენ არ ყოფილოთ არასოდეს, მადლობა გვერდს იმას დამოკიდებული თამარ ჩერგოლეიშვილი რასიზამს, წარმატებას უსწრებს ყველა ოპოზიციას, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილოთ მასზე დამოკიდებული არც ერთი კუთხით, მოხარული ვარ თქვა, ან ვინმე სხვაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი ხედვა. ეს გზა არის სწორედ ის გზა, რაც ახლა ბევრი კუთხით იჩენს თავს, მათ შორის მადიარის წარმატების მაგალითში და უბრალოდ წმუნდებით ამ გზას უნდა მივყვეთ კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო დაუღალავად. ეს არის ყველა სოფლის, ყველა ქალაქის ყველა წერტილის მოვლა, ყველგან ახალი ამორჩევლის შექმნა ამ ქვეყნისთვის, ლელოსთვის კი არა, ამ ქვეყნისთვის. თუ მადიარმა ეგ გააკეთა, მადიარი ელაპარაკებდა ყველას, ელაპარაკებდა ფიდეშის მომხრეებსაც, ესე იგი ორბანის მომხრეებსაც და წამოიყვანა კიდევაც ნახეთ, ხო, გამოაცალა მომხრეები და ელაპარაკებდა თავისთავად ოპოზიციურ უნგრეთს, როგორც იყო ძალიან დიდი და როგორც იყო ბევრი ხალხი, ხო? ჩვენ ვაპირებთ მაგას, ვაპირებთ ძალიან დაუღალავ შრომას, ყველგან და ძალიან რეალურ პრობლემებზე საუბარს და ეხლა ისევ წარსულზე მეტყვი რომ წარსული არ არის გასული ოქტომბერი. მე რო ბრიფინგს ვაკეთებდი მაგალითად კამპანიაში, იმერეთში ან რა ვიცი გურიაში ან შიდა ქართლში ზოგიერთი ოპოზიციური კოლეგა ქირქილებდა რა დროს ეს თემებიაო. გესმით მე რა? აი
ეს არის პრობლემა და ეხლა მეთქვით რომ წარსულია, მაგრამ არ არის წარსული, იმიტომ რომ გუშინ წინ მადიარმა მას შემოიგო. გავიგე, მაგრამ წარსულზე მადიარი იმ სოფლის პრობლემებზე საუბრობდა. მისი პრობლემა უნდა იყოს თუ ის ქირქილებს რაღაცას და არასწორად აკეთებს, ის უნდა იყოს მისი პრობლემა. და არა შენი. შენ პრობლემა არ არის, მისი პრობლემა არის, რა თქმა უნდა. შენ პრობლემა არ არის, მაგრამ აქ ხო პრობლემას არ გამიხსოვთ, რა არის აქ პრობლემა არის ისო, თუ დავნერგეთ რატომაც სხვებზე საერთოდ საუბრობ, თუ დავნერგეთ ნიჰილიზმი არჩევნების იდეისადმი, იმიტომ ნახეთ მისი პრობლემა გადაიქცა ქვეყნის პრობლემა, მაშინ ესე გეტყვი, ხო? იმიტომ რომ იმან რომ დანერგა ნიჰილიზმი არჩევნების მიმართ, იმ ვიღაცამ კოლექტიურმა, ხო? ვიღაცამ ნიჰილიზმი თქვენს დანერგეთ, კაცო, გამოხვედით 25 წლის, 24 წლის არჩევნების მერე და თქვით რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ყველაფერი და ასე შემდეგ და პარლამენტში არ შევდივართ. რა არჩევნებს აზრი არ აქვს? არჩევნებს მოთხოვნით იყო ეს აქციები, რა არა, ნუ გაყალბებულ ამ პირობებში როცა არაფერი არ იცვლება. ხო ამას ამბობთ რომ თუ სუსი მიტაცებულია თუ ცესკო მიტაცებულია თუ ის მიტაცებულია სასამართლო არაფერი თუ მიტაცებული არჩევნებს აზრი არ აქვს პარლამენტი გაყალბება ყველაფერი და 2025-ისთვის მარტო ეს კი არ იყო მიტაცებული კიდევ უფრო მეტი მიიტაცა ოცნებამ და თქვენ უკვე თქვით რომ არა ეხლა აქ არჩევნებს აზრიო და ეს გაუკვირდა ხალხს რომ თუ მაშინ არ ქონდა ეხლა რატო აქ აზრი როცა უარესი გააკეთა მე დამკვირვებლები მაინც იყო და 25-ში დამკვირვებლებსაც კი არ იწვევდა ხალხს აფერ გაკვირვებია მე ხალხი მე ვნახე მე ვნახე მე კამპანია არაფერ გაკვირვებია ყველა ძალიან მოწონებოდ მაშინ სამწუხაროდ იმდან დიდი რესურსი განეწყო არჩევნების იდეის წინააღმდეგ ოპოზიციონის და მედია რესურსიც ხო იმდან დიდი რესურსი უპირისპირდებოდა არჩევნების იდეას მხოლოდ მაგან იმუშავა თორე ხალხი მე ვნახე თუ მე დავდიოდი იმ კამპანიაში და არა ის ოპოზიციური ლიდერები და არა ის ჟურნალისტები ვინც ბოიკოტს ემხრობოდნენ პირდაპირ გეტყვით მე შემოვიარე მთელი იმერეთი მთელი შიდა ქართლი და მუხიანი მართლა კარდა საერთოდ ამინახავს ბოიკოტისტური აზრი საერთოდ მოდ არჩევნებზე მისვლის როგორ ვთქვათ ესე იგი დასწრების მაჩვენებელი დააგდო ფორსირებულმა მასიურმა კამპანიამ იქიდან კოცები აქედან რაღაცა სხვა პოლიტიკური ენერგია და მედია ენერგია მათ შორის მე გეტყვით და ამიტომ არის რომ ვიღაცის პრობლემა ჩემი პრობლემაც გახდა იმიტომ ნიჰილიზმი დათესა თორე მე ხო არ უვარდები ხო მე ხო არ უვარდები კაცო პარტიაში და ხო ვარსავი ჭკუას არა ეს ჩემი საქმე არ არის მაგრამ იცი რა არის ჩემი საქმე ის რომ ნიჰილიზმს დათესავს და ამით ივანიშვილი გაიმარჯვებს ეგ ჩემი საქმეა იმიტომ რომ სამწუხაროდ ივანიშვილმა ჩემთვისაც მოახერხა ბჭყალებში ისეთი ძლიერი უნდა იყო და ისეთი დობა უნდა კონდეს რომ ის რო ეთყვის იმას კი არ დაუჯეროს იმას კი არ დაუჯეროს შენ დაგიჯეროს რამაში ეგ იდეალური შემთხვევაა ხო მაგრამ როდესაც ესე ფორსირებულად ხდება რაღაცის ანტიკამპანია ძალიან რთულია ხო არცი ეხლა მთელი მაშინ მეორე მაგალითად ვთქვი უცებ რა მთელი უნგრეთი გამოსულიყო აი ეხლა მთელი უნგრეთი ყველა სხვა ოპოზიციური ძალა მთელი მედია რაც კი არსებობდა და ეთქვა რომ რუსულ არჩევნებში არ შეხვიდათო აი მაგალითი მადიარი გაიმარჯვებდა ვერა გაუფუჭებდა საქმეს. კი ბატონო. აი ეგ არის მაგალითი, ეგ არის რეალური არ არის ის ეგ. იქნებ მადიარს უფრო დაუჯერებდა ის ხალხი ვიდრე იმათ რა. ო იქ რა არა 9 პარტია რომ გამოსულიყო და ნაცნობი ისე რომ ეთქვა რომ წადით და მომეთ მე რა შუაში რა რეიტინგი ხოდა. მთელი მედია და ყველა პარტია თუ იტყოდა რომ ეს არჩევნები არის რუსული სპეცოპერაცია, აი სისულეასაც აქვისმენით და ეხაც არ ამღია არის პასუხისგებლობა. ვერც მადიარი ვერ გაიმარჯვებდა და თუ გვინდა რომ ივანიშვილი დარჩეს კი ბატონო, ვიძახოთ რომ სისულელია და დარჩეს, მაგრამ გრიგოლ გეგელია იყო ჩვენი სტუმარი